დავიწყო? რა იწყე? არა. მე დავიწყო? კი. შენ დაიწყე მე დავამთავრებ. მოგესალმებით მაყურებლებო, ბასრი დისკუსიები გიბრუნდებათ, როგორც ტრადიციულად, როგორც ყოველთვის პარასკევს, მე მიშა ვარ, ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? ბატონო მიხეილ, მოგესალმებით. რა ხდება დღეს ჩვენ თავს? თავს ხდება ძალიან კაი ამბავი და ალბათ ბევრი მიხვდება კიდევაც, რასთან დაკავშირებით იქნება ეს ამბავი. ხო, აქ დიდი წიგნი გვიდევს. ძალიან დიდი ჟურნალი დის. ავტობუსში როგორ იყავია სული მიხეილ ამ წიგნით? ნახე რა, ეგრევე მოყვა რა, ეგ უარი ინფორმაციებს რატო ყვები, კაცო. კაი, მოვყვეთ ავტობუსით, მოვყვეთ, მაგრამ შენ თქვი წიგნი რა არის? წიგნი არის მეგობრებო, პირველი წიგნი არის მსგავსი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა და ეძღვნება აი გამოფენაზე, შარშანდელ გამოფენაზე ვინც იყვნენ წარმოდგენლები, ოსტატები, ნამუშევრები, ვისაც ქონდათ ხელოსნები, ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი გააერთიანა და ისეთი ძალიან ღირებული არის ჩემთვის პირადად სამახსოვროდ, ეხლა ვიცი რომ აი ძალიან ძვირფასი ნივთი იქნება ეს წლების მერეც და კი ბატონო. ისეთი სამახსოვრო რაღაცა გაკეთდა. დიდი საქმე კეთდება ჩემი აზრით და ამ დიდი საქმეს რაღაცა ეს სამახსოვრო ნივთი არის. მე ბავშვობიდან მახსოვს რაღაცა იმ მსგავსი კატალოგი იყო, ჯერ საბჭოთა დომინდელი კატალოგი იყო ქართული ღვინის შესახებ რა, ესეთი ძალიან სქელი ესეთი წიგნი და მე პირველად რაღაცა ინფორმაციები რა, იმ აქ ღვინოზე და კუთხეებზე მივიღე იმ კატალოგით რა, რისი თქვა მინდა რა, რომ კატალოგი ზოგადად ესეთი ფერადი, ლამაზი არის, ძალიან ინტერესის აღმძვრელი და დარწმუნებული ვარ, რომ წლების მერე ეს პირველი კატალოგი, ამაზე აუცილებლად იქნება გაგრძელება, მაგრამ ეს პირველი კატალოგი იქნება ძალიან ისეთი მაგარი მოსაგონარი ამბავი რა. კი, ერთი რომ მომწეს, ვიფიქრე მაგაზე ვიცოდი რომ მოსაგონარი იქნება და რაღაცა ვინეროლე რომ ერთი მეყოფა მეთქი თუ არა და წავედი და მეორეც დავამატე კიდე რომ ყოველი შემთხვევაში გადავდეთ მეორე სხვა. კი ბატონო, არა მეც მერგო ერთი ცალი და ძალიან ბედნიერი წავედი, აი ბატონმა გიორგიმ წეგან ავტობუსი ვერ უახსენა, მოკლედ ეს სიტუაცია იყო რომ გამოფენაზე ძალიან დავიღალე რა და რომ გამოვედი უკვე საით წავსულიყავი არ ვიცოდი და გაჩერებას დავინახე ავტობუსი და ეგრევე ავედი დავჭექი და აი ეს დიდი წიგნი მქონდა გადაშლილი და მთელი ავტობუსი მიყურებდა რა მაგარი ბიჭია, რა მხელა წიგნს კითხულობს. ძველი თბილისის სცენა იყო ხო ესე ყველა უყურებდა შიგ. მოკლედ ეხლა ვთქვათ აუხსნად რა ხდება ეხლა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს. კი ბატონო, საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაცია არის ესეთი ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს აი ამ ძალიან მაგარ საქმეს. ეს გამოფენა, რომელიც ჩარშანდელი გამოფენა, რომლის ასახვაც მოხდა ამ წიგნში, წელსაც, ანუ ოქტომბრის მესამე კვირაში კეთდება ყოველ წელს, მაგრამ ეს იყო გამონაკლისის სახით, ანუ ამ წიგნის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი მინი გამოფენა, რომელმაც ასევე ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და არ ვიცი, აქედან ვილოცავთ ბიჭებს, წარმატებას უსურვებთ, ჩვენ მაქსიმალურად მათ გვერდით ვართ და გვიხარია რომ მანდ ვართ და მოდი ვიყვეთ თვითონ რაღაცა პროცესებზეც ვისაუბროთ, რა მოგვეწონა, რა არ მოგვეწონა და ნუ პირველი ვიტყვი რომ ეხლა ბევრ გამოფენებზე არ ვარ ნაყოფი მიხეილი, პარიზში ვარ ერთი ნაყოფი და არ ვიცი ჩემი აზრით ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და თამამად ესე მარტივად მოკლედ რომ თქვა შეიძლება ითქვას რომ წარმატებული იყო ეს გამოფენა. მე დანების გამოფენებზე არ მქონია ბედნიერება, ბევრჯერ მეც რომ ყოფილიყავი, მაგრამ ჩემი ძველი სამსახურებიდან გამომდინარე ძალიან ზოგადად ბევრ გამოფენაზე ვარ ნამყოფი და აი ესეთ გამოფენებზე რომელიც ითვლებოდა ძალიან პრესტიჟულად კონკრეტულ სხვადასხვა დარგებში. მაგრამ აი გულწრფელად ვიძახი რომ რამოდენიმის გარდა ესე რომ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ სასტუმროში საკონფერენციო დარბაზში კეთდებოდეს, ერთი ამერიკაში არის ნეშვილში, Custom Knife-ი, სადაც საოცრებები ხდება და ამათაც რაღაცა მსგავსი ის აიღეს ტენდენცია თბილისში სასტუმრო პარაგრაფში, რა ვიცი, მაგარი განაცხადია ბატონო გიორგი რა. კი ბატონო, არის. დანარჩენი ჩავშალოთ ნელა. ჩავშალოთ, იცი რა, აი რაღაცა ორგანიზაციული საკითხები არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგ დროს, როდესაც მიდიხარ და თქვათ რა ხდება, რა როგორ არის, ანუ შესვლისთანავე მივიგრძენი რომ ანუ ბევრ რაღაცაზე იყო ნაფიქრი რა. ძალიან ბევრს. ბევრი შრომა არის ჩადებული და ბევრი შრომა არის ჩადებული და მადლიერი ვარ მე ბიჭების რაც აკეთებენ, ნუ პირველი ყველაზე აქტიური შეხება ვისაც გვაქვს, ნუ ბექა ჭიბრაძე, გიორგი ოთარაშვილი, ლაშა ავალიანი და მე იმის იქით კიდე მთელი გუნდი და ეს ასოციაციის წევრები ვინც ესე ძალიან ბევრი იშრომეს. ნამდვილად და მე იცი რა მინდა აღვნიშნო, თვითონ ეს ფაქტი მაგალითად რომ პირველ საათზე იყო ოფიციალურად, ხო, თქვა გახსნა, მაგრამ დილიდან დაიწყო 3 საათის, ანუ 10 საათიდან უკვე გახურდა იქ სიტუაცია, რომ ანუ
სტუმრებს უკვე დავხვედროდით კარგად, ასე ვთქვათ. მე სიმართლე გითხრა ვერ გავიგე სტუმრების შემოსვლა. მანამდე იმდენი ხალხი იყო ეს ჩართულები, ოსტატები, პროექტის ოპერატორები და დამღებები. მე თუნდაც საქმეში ისე ვიყავი, რომ არა ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. აი ეს რეგისტრაცია, ის დაცვა, წინაზე იყო ცოტა ქაოსი. წინა გამოფენაზე მაგ კუთხით. ეგ ჩვენი ბრალი ხო არ იყო ცოტა ესე რომ არა, აწყობის მომენტში რომ ვიყავით. ეხლა იყო მაგ საკითხში, ხუთიანი, რა ვიცი, ყველა ძალიან კაი იყო რა. კეთილი. ჩემი აზრით გამოფენა კატალოგის და წინსვლა გვაქვს სხვა ყველაფერშიც მიხელი. კი. დანარჩენი რომ მივყვეთ ალბათ ოსტატებით და წებული, გაგზელებული მაღაზიებით, ანუ ჩვენ თემას ვიძახით და ყველაფერზე ყველაფერს ნელა ნაბიჯ მივიწევთ წინ. ერთბაშად არაფერი არ ხდება და რაღაცნაირად ესეთი არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვა არის, რაღაცნაირად პატარა სიამაყის გზნობაც მაქვს, რომ მგონია რომ ჩვენი წილიც ალბათ შეგვაქვს, რომ სიტყვაზე ვთქვათ, ჩვენ რო არა შეიძლება 100 კაცის მაგათ 99 კაცი ყოფილიყო სიტყვაზე რა და რაღაცნაირად მიხარია რომ აი ყველაფრის მონაწილეები ვართ და მგონია რომ აი შრომით, თავდაუზოგავი შრომით ყველა ჩვენ ერთადაც და ცალსაკესრო შრომით საბოლოო ჯამში ალბათ 10 წლის მე 15 წლის მერე შეიძლება რაღაცას სასწაული შედეგი გამოიღოს. მოდი ცოტა როგორ ჩავშალოთ, იცი ეს სიტუაცია თვითონ დავყოთ მოკლედ რამოდენიმე ნაწილად რა. მედი სტუმრები, ანუ მომხმარებლები, ასე ვთქვათ, ორგანიზატორები, გამოფენაში მონაწილეები და მე ეს ყველაფერი ერთად რა. მოდი დავიწყოთ სტუმრებით და მომხმარებლებით, ჩვენი შეფასებით რა. ანუ მე ვიტყვი ჩემსა, შენ თქვი შენი რა, ანუ წინა გამოფენასთან შედარებით ეს იყო თითქოს ოდნავ უფრო მასშტაბით პატარა იყო, წინაზე ბევრი ხალხი იყო, იმიტომ რომ ის იყო აი გეგმიური ოქტომბრის გამოფენა რა. მაგრამ ამის მიუხედავად რაღაცა უფრო მიზანდასახული მომხმარებელი მომეჩვენა, რაღაცა უფრო კონკრეტულად აინტერესებდათ ჩვენთან ვინც მოდიოდა ყოველ შემთხვევაში ნაკლებად ვიგებდი რაღაცა გაუთვისნობიერებელ კითხვებს, არა და არც მაგაში არ არის პრობლემა, გაუთვისნობიერებელი კითხვაც საჭიროა, მაგით იგებ ადამიანი, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მე ერთ წელიწადში მე ვხედავ რომ მომხმარებელში არის ძალიან კარგი წინსვლები. კი, ტენდენცია არის, საუბარი მიდის ფოლადებზე, რაღაც ისეთ ტექნიკური კითხვები არის, წინადელთან შედარებით შეუმჩნევა. დანარჩენი ცნობენ კიდევაც მგონი მიხეილ ძალიან დიდი მადლობა მინდა სხვათა შორის ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ ანუ აი მოგიკითხავთ აქედან მეგობრებო ვინც მობრძანდით იქ პირადად გამეცანით გითხარით რომ ჩვენ ასე ვთქვათ პოდკასტს უყურებთ და მართლა გულწრფელად გეუბნებით ძალიან მაგრად გამიხარდა რა და თუ აი ესე ვიღაცეებს ჩვენი ყურება უხარიათ ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის და შემოგეულოთ ჩემი თავი ყოველთვის გამიხარდება პირადად გაცნობას ხელით ჩამორთმევაც და ავიცი აქედან ბატონო პაატა მოკითხვა შემოგიტყვით შემოგეულოთ ჩემი თავი ანალოგიური მერც ნუ ერთი გაითვალისწინოთ რომ ცუდი მახსოვრო მაქვს სახეებზე ცუდად აუზნო ისაო ცუდად ხო ეგ არ გეწყინოთ გიორგი ხანდახან ჩვენც ვერ ვცნობს ხოლმე დანებით ვცნობ ხალხს დანებით ვცნობ ხოლმე კი ბატონო ცოტა ისეთი სამხევლო ისიც ხო გაბარა ანუ ეგ როგორი რაღაცაა იცი ალბათ ყოველთვის ყველა ქვეყანაში არსებობს კატეგორია რომელიც თავისი მიდგომებითა და შეკითხვებით ძალიან გვამხიარულებენ რა და აი თქვენ ბატონო გიორგი მაგალითად როგორ იღებთ ეგეთ ფერებს მაინტერესებს ნუ გამოვარჩევდი მაგას რომ აი როკტეც როგორ უკეთებ ეგეთ პოლირებას მე და იქ დგას იქ მეორე მხარეს ადამიანი კითხვა სწავს ეს ძალიან სოლიდურად ისეთი და კითხვას მისმენს რომ ესეთ პოლირებას როგორ უკეთებ ანუ როკტეც გიორგი უკეთებს პოლირებას მარფიონეს ის ლურჯი საფირისფერი როქს იმას ეგეთ ფერს როგორ ვაძლევ რა და ნუ იყო ეგეთი სასაცილო მომენტებიც, თუმცა მგონია რომ არა, იმდენად დამაჯერებლად შეეკითხნენ, რომ სხვადასხვა გიორგი დაფიქრდა, რომ მართლა მე ხო არ ვაძლევ ამ ფერებს მარფიონესო. კაია, გავერთეთ მაგ კუთხით ძალიან. სამხარაულის ექსპერტები გავიცანი. აგითხეს მაგათ ისაო, რა ქვია, ძვირიანიდან არ მოიტანა. და მეგობრდით, როგორც ვიძახი ხოლმე, კადრს იქით მეგობრები ვართ მეთქი და ნუ ისტორიებს რო ყვებოდით და ო ნუ 1000 ლარიანი დანა გამიფუჭეთ მეთქი და ძვირიანები არ მოიტანაო. ძალიან სწორი მე არა მომწონს რა ეს მიდგომები. აი როგორც ის მომწონს რომ ეს არის არ არის ცივი იარაღი ეს უბრალოდ არის ნაკეთობა. ნაკეთობა ნამდვილად. იგივენაირად არ უნდა მიიტანო ძვირიანი, რატო უნდა მიიტანო ძვირიანი? და ასევე გავიცანით
თავრობის წარმოადგენლის გავიხსენე. საკმაოდ ისეთი გავლენიანი პოლიტიკოსი. ბევრად თავდაჯერებული წამოვედი იმ გამოფენიდან აღმოაჩინე რომ თურმე შემიძლია მე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართო და იურისტები შემიძლია ავიყვანო და საკანონმდებლო ინიციატივით და ეს ყველაფერი შევცვალო და ანუ ხდები რამხელა რაღაცა შესაძლებლობებით და გამოვედი ამ შესაძლებლობებით ბიშა. და კიდე იმით გამოვედი რომ თურმე აქამდე არ ვცდილობდი კარგად ხო ანუ ეს ეხა იუმორის იქით ანუ ესე გითხრეს პირდაპირ რომ ანუ კარგად არ ვცდილობთო რა და ეს არის მაგაში სიმართლის მარცვლა და უკეთესად დეცადეთო რა და შევეცდებით უკეთესად რა მოდი ეხა ნაკეთობებზე ვისაუბროთ მე ვიტყვი ჩემას შენ თქვი შენი რა საკმაოდ მე უყურებ ძალიან რეალისტურად საკმაოდ ძნელია ისეთ ქვეყანაში, სადაც ჯერ მოსახლეობა მცირეა, კანონი არის ესეთი რაღაცა კაბალური, გაყიდვის არხები ცოტაა, ანუ ძალიან რთულია და მესმის რომ ოსტატებს არ აქვს იმის საშუალება, რომ ბევრი ექსპერიმენტი გააკეთონ, ბევრი მომხმარებელი მოიზიდონ, ბევრი მათგანი, ვინც ასაკით თქვათ უფროსი არის, შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებთან უჭირდეს იგივე, რა ვიცი, Facebook-თან იქნება, TikTok-თან თუ YouTube-თან ურთიერთობა, ანუ მესმის ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ის მომენტი, რომ წლიდან წლამდე ბევრს შეიძლება არ კონდეს რაღაცა დიდი სიახლეები, ნუ მე ამას უყურებ გაგებით, მაგრამ ამავდროულად ვატყობ, რომ ჩნდებიან ადამიანები, ვინც ძალიან მაგრად ინდომებს, ძალიან მაგარი რაღაცა სურვილი აქვთ, რომ რაღაცა გააკეთონ, აი ეს ტიტანის დანა, რომელიც ჩვენ ნახეთ, ეხა არ ვიტყვი ამ წუთას. არ დავასახელებ საერთოდ, მაგრამ მე დავინახე რამხელა არ ვიცი, შრომა და სურვილი იყო იმ ნაკეთობაში რა. ასევე ძალიან მომეწონა გამოფენაზე, რომ დანების გარდა აი რაღაცა სამშვენისები გაჩნდა, ძალიან ორიგინალურები, ანუ ფაქტია, რომ ეს წყლის ნაყვა არ არის რა, არც ეს გამოფენების კეთება და არც ეს შრომა. წინ მიდის ეგ საქმეც. ოდნა უფრო ნელა, ვიდრე ვისურვებდით, მაგრამ არ იცისვა რა. ბატონო. ეს დავამატებ, რომ მაინც შემებურად ცოტა ისეთი უჟმურის შეფასებების მეხერხება ხოლმე რა და ეს ვიტყვი, რო ვიძახი, რომ კარგია და ოჩახ, მაგას გულისხმობ, რომ მე ვაფასებ წინსვლას. ხო, წინსვლა არის, რომ შაშანდელი ჯობია, თორე დანარჩენი ჩემი აზრით საზომი უნდა იყოს, არ ვიცი, აი გუსტავო როდერს უკან და როსტედი როდერს უკან. აქ მთავარი არის, რომ წინსვლა გქონდეს და ძალიან დასაფასებელი არის, აი სახელებს არ ვიძახით, მაგრამ რამხელა წინსვლები არის შაშანდელთან შედარებით. ის იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ბევრი ნაკლი არ აქვს იმას. თუმცა ის ძალიან ძვირფასია, უკვე ეს იმ გზას გადის, რაც ბევრმა სხვამ გაიარა. დანარჩენი სადმეულად ეგეც გამოჩნდება, მაგრამ წინსვლა არის დასაფასებელი ძალიან. პლუს ამ ჟურნალზეც ვიტყვი, რომ ეს ჟურნალი უბრალოდ სამახსოვროც არ არის, ბევრისთვის გაყიდვაში არის, მე მგონი ბიჭებს აქვს დარჩენი, ასოციაციას აქვს დარჩენი და ძალიან ბევრი ინფორმაციული არის. სტატიაც არის, თქვათ CVR-ზე, კანონზე, დღევანდელობაზე, იქ ვინ რა ოსტატია. საკონტაქტო ძალიან მომეწონა, ფოტოშოპში საკონტაქტო ინფორმაციაც არის, რომ თუ მოგწონს, შეგიძლიათ დაუკავშირდე ოსტატს, რა ვიცი, შეუკვეთო და სახეზე ბევრს ვერ ავცნობ ხოლმე. იქაც რო ჩავმართ მე ხელს და მე გავიგე რომ თურმე ეს ის უსტატია. მეც ეგ მომენტი მეც მაწუხებდა და აი ამ წიგნით ძალიან მაგრად გამეხარდა რომ მე ხა სახეზე უკვე ვიცი ვინ არის რა. აი ერთი თხოვნა მექნება, იცი რა შტაბეშტება დამჩარო. ანუ რაც გაბრაზებულია ეს ხალხი რა. მე მგონია რომ გამოფენაზე ალბათ მაქსიმალურად უნდა იყოთ რაღაცა ლაღად მომხმარებელთანაც და აი ეს გაბრაზებული ნუ ხართ რა ძმებო, რა ვიცი. მეც მაგარი უჯმური ვარ, მაგრამ ვცდილობ რომ რაღაცა ეს ჩემი ის დავტოვო იქ და ესე ასე ვთქვათ საზოგადოებაში ცოტა გავიღიმო და ლაღი ვიყო რა და ჩემი თხოვნა იქნება მოგზალებული რომ გავუღიმოთ ერთმანეთს. გაითვალისწინეთ ბატონი მიხელის თხოვნა და რომ დაინახოთ გავუღიმეთ ხოლმე. კი ბატონი, სიამოვნებით. კი, არის შეჩევამშიაგა, თუმცა მგონია რომ ეგეც დროის ამბავი არის და სხვა ყველაფერთან ერთად ეგეც მოვა რომ მაგ კულტურასაც ნენერა ავამაღლებთ. ხო, ანუ აი გამოფენი იცი რა მაინტერესებს კიდე, სულ მაინტერესებს ეგეთი კითხვა რა, ანუ აი ხო არის აპრობირებული, აი გუსტავო ავიღოთ რა, აი ამხელა ოსტატია და ტიპი პატარა ბავშვით ელოდებოდა Blade Show-სთვის დაპოსტილი ქონდა, უნდა მოვასწროო რა, ესენივე ელმაქსზე მინდა რაღაც ის გაკეთებაო, რომ გამოფენისთვის გააკეთოს. ანუ ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, რომ ელოდება ოსტატი გამოფენას და გამოფენისთვის უნდა რომ რაღაცა წარადგინოს რა. თორე დღეს ეხა იდეაში შეიძლება ეს რომ გააკეთოს და დადოს პირობითად Instagram-ზე ბევრად მეტმა ადამიანმა ნახოს, მაგრამ არა გამოფენაზე უნდა. როგორ ფიქრობ, ჩვენთან ეს არის?
თრად ეგრე არ არის და ესე ვიტყოდი რომ რაღაცა რამდენიმე ოსტატისაგან მე ვიტყოდი რომ ბევრად მეტი აქტიურობა იყოს რა, იმიტომ რომ ბიჭები ძალიან ბევრს შრომობენ ხოლმე რა და ცოტა ისე არის ხოლმე რომ ხანდახან ზოგჯერ უწევთ დაზალება ხოლმე და ძალიან დიდი საქმე კეთდება ეს და თითოეულ ოსტატის აი შეტანილი ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და ის ოქტომბერში გამოფენა რო იქნება, ჩემი თხოვნა იქნება რომ წინასწარ დღეიდანვე დაიჭირეთ თადარიგი რომ რაც შეიძლება კაი ნამუშევრები მოამზადოთ, რაც შეიძლება იაქტიუროთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გამოიღებს ძალიან კაი შედეგს ეს ყველა. და მე დარწმუნებული ვარ რომ ოქტომბერში მომხმარებელიც ანუ იქნება უკვე სხვანაირად მომზადებული, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ტვინში ეს ინფორმაცია ილექება და უკვე იცის მომხმარებელმა რომ გამოფენაზე რომ მიდის რაღაცა კუთხით ფინანსურად უნდა იყოს მზად, რომ მივდივარ რაღაცა მინდა ვნახო და ვიყიდო რა, ანუ ყოველ შემთხვევაში 10-დან 5 ნამდვილად ეგრე არის რა. ასე რომ ჩვენი ყველანაირი რჩევა და რეკომენდაცია არის რომ შეეცადეთ რომ რაღაცა სიახლეები შემოიტანოთ, წინასწარ შეიძლება დაანონსოთ თქვენ სოციალებში, სხვადასხვა ჯგუფებში, რომ იცი რა, აი იქნება ეს სიახლე და ბოლომდე არ გვაჩვენოთ, მაგრამ რაღაცა გვაჩვენოთ. მომზადება უნდა რა ჩვენს მარკეტინგი უნდა მაგასაც, კი ბატონო. ჩვენს მაღაზიები გვაქვს ჩვენ, მაგრამ რაღაცა ერთი თვით ადრე, ორი თვით ადრე დავიწყეთ სამზადისი, რომ რომელი დანა გავიტანოთ, რომელი არ გავიტანოთ, ასე რომ ყველანი ჩაერთვეთ ამ საქმეში მაქსიმალურად. და ოქტომბრისთვის ჩვენ აქედან ვიწყებთ სამზადის ძალიან საინტერესო რაღაცებს მოგიმზადებთ. მართლა მაქვს სამზადისი, მე დაწყებ. მეც მაქვს ვფიქრობ. მეც ვფიქრობ, როგორ იყოს წარმოადგენლები. ალბათ კაი ამბავი არის და წინ მივიწევთ. კანონსაც ეშველება. ხო, გამოფენასთან კიდე მინდა ერთი ესეთი მომენტი ვთქვა, რომ თბილისში რაღაცა გამოფენების მიმართ ინტერესი აშკარად იზრდება, მე სხვადასხვა გამოფენებზე მაქვს ლაპარაკი და ეს ფაქტი მე ძალიან მახარებს. ჩვენი სფეროს გარდა მე სხვა გამოფენებზეც რაღაცა ტიპის ინფორმაციებს ვფლობ და ფაქტი არის, რომ ანუ ადამიანებს უნდათ რომ რაღაცა ტიპის ინტერესი, რაღაცა ტიპის ჰობი, უფრო ისეთი სოციალური გახადონ, თვითონაც გაიცნონ ხალხი, გამოჩნდნენ თვითონ, ანუ ძალიან კარგი პრეცედენტები არის რა და მოკლედ ამით კიდე ერთხელ მინდა იმის თქმა, რომ სტიმული არ დაკარგოთ მეგობრებო, უფრო და უფრო მეტად მოვინდომოთ ყველამ ერთად და ძალიან მაგარი საქმე არის, აი ამ წიგნს, აი ვიცი 30 წლის მერე YouTube იქნება თუ სხვა რამე ერქმევა მე და გიო აი ესე რომ დავდებთ და ბავშვები რო შეხედავენ, აი ვიცი რა ძალიან მაგარი მოგონებებით. მაგრამ ჩემი სურათი არის შიგნით. კი, ჩემიც არის კიბეებზე, ოსტატების რიგში რო ვარ. დამცინა დედაჩება, რა ის ოსტატი შეხა, რა გინდა მან ჩენო, მაგრამ გაქვს ყველაფერი წინ ხელა. კი, რაღაცას მე ვიტყვით რომ აი მაშინ არ იყო გეგმაში და მე გამოვიდა. აი ამ გამოფენიდან გადავიდეთ სხვა გამოფენებზე? ხო? ისე ლირიულ ჩახტომას მას ვიზავდა. რა მაინტერესებს, ეს შენ ადევნებ ხოლმე ზოგადად, აი თქვათ ინტერნეტში თვალს, აი Blade Show როდის იწყება, Shot Show როდის იწყება ეგეთი რაღაცები, გიზიდავს თუ არა? კი მიზიდავს, მაგრამ ცოტა რაღაც დროის გამო და ისე ჩემი რეჟიმის გამო ესე აქტიურად არ ვარ ჩართული, თუმცა გებულობ ხოლმე რა. ხო, აი ეხლა რო Blade Show იქნება რა. ხო. ნუ საქმიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო რაღაცებია დაანონსებული. ჩემებიდან გამომდინარე ინფორმაციები მაქვს და მინდა გირჩიო რომ ისე მიადევნე თვალყური, იმიტომ რომ სხვათა შორის აი რაღაცებს შევხედე და მე მგონია რომ წლევანდელი Blade Show იქნება განსაკუთრებულად საინტერესო. კაი, მიზეზი? მიზეზში მე ჯერ ვერ გავერკვიე, მაგრამ ბევრი არ ვიცი, იცი რა არის, შეიძლება იყოს იმას თქვა. აი ეს რა ქვია მაგას, ტარიფები და სანქციები და ასე შემდეგ თავისას ალბათ შვება რა. კი, შეწუხებულები არიან რა, რომ ამერიკელები, ჩინელები მაგრად ამ სფეროში ikideben ფეხს და შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი. კი ბატონო. კაი, ჩინეთზე რო დავიწყეთ საუბარი, რა გინდოდა ჩინეთში ბავშვი? თქვათ ეგ ამბავი, ისა? რა, მოვყვეთ ცოტა, იმიტომ რომ 10 დღით თუ 11 დღით ბატონი გიორგი გაქრა. აი ესე წავიდა, დაგვტოვა. ნუ ჩვენ თემასაც შეეხება ეგა და მოვყვეთ ცოტათი. ხო და კაი, მოყევი მაშინ რა გინდოდა ჩინეთში? ბრუსლის ძეგლთან გადავიღე სურათი. მაგის ფოტოს ნახავ ბრუსლის ძეგლთან გიორგი და ბრუსლი. თავარი მიზეზი ეგ იყო, თავარი და დანარჩენი მე ცოტა საქმეს გაკეთდა. ცოტა საქმეს გაკეთდა. კი ბატონო. გამოფენა იყო ჩინეთში, ერთ-ერთი უდიდესი და ნუ გადავწყვიტე რომ წასულიყავ. მიხელ, გასაჭირი გვაქვს, გეცოდინებათ თქვენსაც, ჩვენც რომ სამზარეულო დანები გვიჭირს. იაპონელები არაფერს არ ვუყურებთ, ძალიან კარგი არის. აი, სადა აგდი მიხელ. ბატონო, გითხარი რომ იქ უნდა მკეთებოდა მიკროფონი. გითხარი, არა, გაიკეთეო. ეხლა რა ხდება?
ანუ იმაზე გავიკეთე. სპილკაცაა. სპილკით გავიკეთე. სპილკით გაიკეთე. მაგნიტებს არენდობი ხელი. მოიცა ეს ერთი წამი დაუყო. ეს სად იყო ისე ზემოდან ეკეთა? მომხარეს კაც. მაგნიტებს და რუჭკებს არენდობი. всё ესე? აი სად გავჩერდი? სად გავჩერდით და სამზარეულო დანებზე ვსაუბრობთ. სამზარეულო დანებზე ვსაუბრობთ. კი. ხო და იმის თქმა მინდა რომ სამზარეულო დანები არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვიყავით იქა, სამზარეულო დანები გვიჭირს და სიახლეებს ველოდებით წარმატებული იყო. უნდა შეგაწყვეტო რა. რო იცახი ესე ძალიან გვიჭირსო. აბა, მე კიც გეთახმები რომ გვიჭირს, მაგრამ რო ვინმე ჩვენს გარდა ამას ხდება რომ გვიჭირს, ანუ გრძნობს ხალხი როგორ ფიქრობ? ხალხი? ხო. ხალხი არ ამგონია. ხო, ამოდი რაღაცა მაგაზეც ვთქვათ რა, იმიტომ რომ რატო ვეუბნობს? ნუ რაოდენობებს იაპონია ვერ გვაწვის ისეთ რაოდენობებს და ჩვენ შესაბამისად ისე არ ვცდილობთ ამ დანების გაყიდვაზე მუშაობას, იმიტომ რომ ვერ მივაწვით ფიზიკურად. მაგას ვეძახი გაჭირვებას რა და გამოწვევა იყო რომ ამოცანა იყო ჩინეთში მოგვეძებინა იაპონური დონის ხარისხის დანები, რომელიც მოწოდებაზე არ იქნებოდა პრობლემა და ხარისხი იქნებოდა იგივე. თან ჩვენ ჭკუაზე რო იქნებოდა გაკეთებული. თან ჩვენ ჭკუაზე რო იქნებოდა. მაგას რა თქმა უნდა ახლა არ გავამხელთ რას ნიშნავს ჩვენ ჭკუაზე, მაგრამ ეგ ნიშნავს რასაც ნიშნავს. მაგამდეც მივალთ ნერლები. კი ბატონო, კი ბატონო. დანარჩენი მაგასთან ერთად წარმატებული იყო მიხეილ. ყველას შევხვდი აბსოლუტურად. არ ჩამოუთვლი აქ დანების ბრენდებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში რო კეთდება, ვითომ ნახე ყველა ადგილზე ვისაც კეთდება, ნახე კომპანიები IKEA-ს რო უკეთებენ, Costco-ს უკეთებენ, Walmart-ს უკეთებენ, სხვა ყველას ვისაც უკეთებენ, მოკლედ და საბოლოო ჯამში გადაუწყვეტე და შევარჩიე საუკეთესო ჩემი აზრით. მოდი ესეთი ფორმით დავსვამ მაშინ კითხვას რა. აი რეალურად შენი თვალით ნახე და ხელით შეეხედა, ხალხი გაიცანე და აი რეალურად თქვი რა. ანუ ჩინური დანის ინდუსტრია. ანუ არის მოწოდების სიმაღლეზე? ანუ მართლა მაგრები არიან? კი, მაგრები არიან. ჩემი აზრით, ბევრად მაგრებს გააკეთებდნენ, უბრალოდ ბაზარს უწყობენ ფეხს და მოთხოვნებს. დანარჩენი ყველაფერი შეუძლიათ, მე რაც ვნახე რა. აი, შეუძლებლად აი გიმნარი ხარისხი შეუძლიათ და რაც სოფლიო აქვს რაღაცა დაყოფილი და იმის მიხედვით სად რომელ კონტინენტს რა საჭიროება აქვს ისე მუშაობს. ცოტა უნდობლობა მქონა რა, რომ მივიდიოდი რა, ედოთ თქვათ 1 ლარიანი დანას და ედოთ 1000 ლარიანი დანას და მეთქი რანაირად ეხლა, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ რომ კაი ქარხანა რა იკი აკეთებს კარგებს. კარგს, კი, იმას არ აკეთებს. ხოლტი იმას აკეთებს, იაპონური ესეცებს და არაფერი უბრალოდ ის არის აფრიკულისთვისო გათვლილი და როგორც აღმოჩნდა ჩვენთვის და დანარჩენები არისო ევროპისთვისო. მაგაზე ანუ ფაქტებით ანუ ისე რომ არ გამოგვევიდეს, ანუ მართლა ვისაუბრებთ და ანუ მართლა რაღაცებს ავხდით ფარდას, იმიტომ რომ მე არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ჩამორჩენილი ქვეყნების რიგში გავდიოდეთ, თუნდაც დანების თვალსაზრისით და ვიღაცა ვინც ცდილობს რომ დაგვარწმუნოს რომ აი ეს რა ქვია 37 ცენტიანი დანა არის კარგი, ანუ მოვა მაგის დროც. მოვა მაგის დროც, კი ბატონო. იქნება ყველაფერი ნელ-ნელა გავხურდებით და უთმობთ მაგაზე ვიდეოებს. კიდევ შემთხვევით შევხვდი, სიმართლე გითხრა, საერთოდ ჩაუვარე ჯერ გვერდი რა და მე რაღაცნაირად მივბრუნდი, მეთქი აბა ერთი მაინც ვნახო მეთქი რა. ელაგა უბრალოდ დანები, არა ბრენდირებული, აი რომ ბაზარზე რო ალაგია და რაღაც თითოეულა გამოერეოდა ხოლმე და გავიცანი ბიჭი და ლაპარაკში აღმოჩნდა რომ ამათი ქარხანა უკეთებს სპაიდერკოსაც დანებს, ბაკსაც, სოგსაც და რაღაცა ბენჩმეიტის იაფიანი ხაზი არისო კიდევ არ ვიცოდი და კიდევ ძალიან ბევრი რამე ჩამოთვალეთ და კი ბატონო. მრავალფუნქციური ხელსაწყოები ქონდა, სიმართლე გითხრა ლეზერმანის ანალოგი ქონდა დამზადებული, ერთ წელი ხელში რო ავიღე, ნუ მე სხვაობა ვერ შევამჩნია. ეს დანებს რომ ამზადებენ და ცალკე რომ ნაწილებს რომ ამზადებენ, ეგენი კიდე რამდენია. არ ვიცი თუ ვინმე მარიცით, ჩემო კარგებო, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში made in USA რო ეწეროს პროდუქტს, ანუ შტატების მიხედვით არის სხვადასხვანაირად. ზოგ შტატში შესაძლებელია რომ ანუ მხოლოდ 60% იყოს ნაწილების ამერიკაში, 40% შეიძლება იყოს იმპორტიული რა. ანუ პირობითად ამ დანაზე, მაგალითად კლიპსა რა დაუშვათ და საკისარი თავისუფლად შეიძლება იყოს ჩინეთიდან რა ჩამოტანილი და ამას თითქმის ყველა კომპანია სარგებლობს ამით და მიმპატიჟეს მე ისე არ მქონა დაგეგმილი თორემ მიმპატიჟეს თავის საწარმოებში ქარხანაში და სურათები რომ ანახა თავისა თავისთან ფოიაში გამოფენილი ქონათ სოგი, კოლსტილის, პაიპოები და ისე ამას ამზადებენ ამ ყველაფერს. მე ან სულს ვერაფერს ვერ ხედავ რა. არა, არანაირად. ანუ ფაქტია რომ ის დრო აღარ არის რომ რაღაცა საშინელი დანები რო კეთდებოდა, ეგ იყო 20 წლის წინ. ანუ ამ ხალხმა რაღაცა არანორმალური შრომა დადო, ჩადო ინდუსტრიალიზაციის განვითარებაში და ჩვენი ხელით ხედავთ რა მაგარ რაღაცებს აკეთებენ რა.
დანარჩენი თუ იმეს რამე გავთო, ჩინეთში ღირს ჩასვლა. ეგ არის რავი შესაძლებლობების ქვეყანა, ალბათ აი ამ გამოფენებზე სიარული იქ ყველაფრის ნახვა ოს ნებისმიერ პროდუქტზე მთავარი არის რომ შენ თვითონ იცოდე პროდუქტი კარგად რა. თუ შენ არის პროდუქტი კარგად, ანუ უბრალოდ რაღაცა მარტო ბრენდსენდო, მარტო ან არ ხდება ეგრეთ შემოგარგებო და მე პირველ რიგში ანუ რატო ვიტყვი, აი როდესაც მოვა დრო რომ რაღაცა რეკლამას რო დავიწყებთ რა, ჩვენი მთავარი რეკლამა ვფიქრობ იქნება ის რომ ანუ რასაც ვაკეთებთ ის ვიცით, ანუ არ ვიგონებთ, არ რაღაცებს არ ვამონტაჟებთ, არ ვაფოტოშოპებთ, რაღაცა თუ ჭრის, ანუ იქაც არ ვაკეთებთ ფურცელს რო გაჭრის ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე ფურცელს ჭრის, მიმტკიცებს რომ კარგია და ფურცელი კი არ იჭრება, იხლიჩება და ნუ ეგეთი რაღაცა არ იქნება არასდროს რა ჩვენთან და კი ბატონო. ამ ვიზიტმა მოკლედ დანი მედები ჩამისახა მეცგიო რა მართლა რა. ცოტა სიმართლე გითხრა გამოწვევით, ბევრი ვინერული სტრესული დღეები მქონდა. ინგლისურად არ საუბრობს არავინ. სიმბოლოებს ვერ აცნობენ. ტელეფონში რო საუბარს ვერ ვაგებინებდი, ტექსტს ვერ დიხომ. სიმბოლოებს ვერ კითხულობენ ელემენტარულ სახელებს. დაბლოკილი იყო WhatsApp-ი, დაბლოკილი არის Facebook-ი, დაბლოკილი არის მეილი, არანაირი კონტაქტი არ ქონა. გადახდის საშუალებები Visa და Mastercard-ი არ მუშაობს. თუმცა, ნუ, პატარა რაღაც ადაპტაცია და საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესოა. რა, საჭმელს რა სჭამდი. რატომაც რამე ამურა ან რამე, ხო არ ჭამე ახლა. არ გადამრიგო. ხო, საინტერესო სამზარეულო აქვს. კი. მე თო ხორც არ ავჭამ ახლა საერთოდ და იქ გადავწყვეტე რომ ახლა იქ უნდა გეჭამა? იქ უნდა მეჭამა. ცირადა. ხო იცი ახლა რესტორნებში ტაიმებში არა ვარ ეგეთი ძლიერი და გამოსვლერო და მე და ჩემი მეუღლე შევევით ახლა ერთ-ერთ რესტორნში და ნუ რა ახლა აზიური სამზარეულო მინდა ხავს რა რაღაცა ზოგი უმსა ჭამს და ზოგი რაღაცა ჭამენ და გადავხედე და ალაგია რა ეს რაღაცები ახლა ხორციდებს და დაჭრები კარგად ლამაზად დაჭრილი ხო? კი და აუ რა გავაკეთოთ მე და ავარჩი ახლა ურიკით დავდე რა ავარჩი ეს ყველაფერი დავსხედით ახლა მაგიდას გადავხედე გამოხედე ჭამს ყველა რა და შენ ჭამე ის ვერ დაინახე სხვები რასაკეთებდნენ მაგ ხორცი ეგრე აღარ დავკვირვებდი და ბოლოს იყო ის რომ იმინა გამობორბის მოსაფსახური და უმი რაღაცა გავამასალა ძიძგდიდიდან და თურმე მაგიდის შუაში ასახდელი ყოფილა რა და ქვაბიარი რა ფოთქვია მაგას ვინც არიცით და ანუ ამ fire pot-ში შენ თვითონ აკეთებ რა მოკლედ ცეცხლია და ბატონმა გიორგიმ კინაღა მოიჭეჭა ანუ მაგარი მოგონება მაგარი გამოცდილება მაგრამ ძალიან საინტერესო სამზარეულო და მაგარი გემრიელი სამზარეულო აქვს დანარჩენი სიგარეტის მოწევა შეიძლება მიხეილ აი აქტიური მწერელი არა ვარ მაგრამ რესტორანში რო გადავხედე სხვადასხვა გააფუილეს აკაიფო მეუღლესაც გადავაწოდე და ეს რესტორანში გავაფუილეთ მაგრამ მე როგორც ვიცი მე 3 დღე ჰონკონგში იყავი წასული და იქ არ შეიძლება ხო? იქ ჩავედით მე სიგარეტის ყიდვა შეიძლება იქ ვიყიდეთ ყიდვა შეიძლება მოსაწევი ადგილები არ არის იქ ანუ სანაპიროზე გახვალ 500 ლარი არის ჯარიმა 1500 ჰონკონგური დოლარი იყო ყველგან 500 დოლარი იყო და რაღაცას ერთი 200-300 მეტრის მანძილზე არის სანაგოები რა მოწყობილი. მან შეიძლება მოწევა, ხო? სანაგოესთან როთან ბნელა ცოტა იქ რაღაცა ეს რო შედიხარ რაღაც მოუშული ტიპი ის. ანუ უნდა გაგიტყვეს რა გარეთ იქ რომ დაიბრუნოს. კი, ხალხი რომ მიყურებდა იქ რაღაცნაირად მიტყდებოდა რა ეს სანაგოესთან გო ბიძური არის არასუთავდნენ იმდენად და თელი სიგარეტი რო ვიყიდეთ სიგარეტის მოწევა იყო პრობლემა. თვითონ ეს გამოფენა გიო რომელ ქალაქში იყო? გვანჯოუში. და ეს ზოგადად ეს ქარხნები არის Yangjiang-ი ქვია. Yangjiang-ში არის, ნუ რაც ვიცი, ეს დანების თავმოყრილი არის და ალბათ სხვა უამრავი ქარხანაც იქნება. მე როგორც ვიცი, Yangjiang-ი არის იდეაში როგორც სეკი არის იაპონიაში და Solingen-ი გერმანიაში რაღაცა ეგრე არის ჩინეთში უზარმაზარი თავმოყრა არის მან დრამაგისი რა. კი, და მე წავიკითხე რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მეგაპოლისი არის რა. კი. მე მაგდენი ხალხი არ მინახავს. ქვეითა გადასასვლელზე რო გადადიოდი, უნდა გიბრძოლა რომ უკან არ წამოვგეყვანეთ. იმდენი ხალხი იყო ეს რომ მომიდა ეხლა მეც მომიდა წამოსვლა რა. ხო და წავალ საშოპინგოთაც წავალ. შოპინგი ცალკე სამყარო არის იქ. ჰონკონგში რაო რამენას მეყვებოდი როლექსზე? არა, ჰონკონგში არ იყო, იქ იყო. ყველა იმაზე სად იყო? გვანჯოუში. გვანჯოუში იყო, კაროჩი ყველა. როლექსი? როლექსი. ის ჰონკონგში, ხო, აი იქ პატენტი როლექსები იყო. ანუ ჰონკონგში იყო ორიგინალი, იმენა როლექსები ყველგან. ორიგინალი როლექსები იყო, მე ეგეთი რა ვერ წარმოვიდგენდი, ყველა 200 მეტრში როლექსის მაღაზია იყო. ყველა 200 მეტრში. სხვა ბრენდებზე არ მაქვს საუბარი.
სხვა ბრენდებზე და ბევრი მაღაზია იყო, ნუ იქ რიგები იდგა. ანუ მომავალ წელს ესე რომ დავждებით იმაზე, ანუ როლექსებით ვიქნებით რა. კი, როლექსებით ნუ ესეა, ბევრდანებს გავყიდით, როლექსებს ვიყიდით. მოკლედ, ბევრი სიახლე გვექნება, ძალიან შედეგიანი გაპარვა გქონდა 10 დღიანი და მე ძალიან მოხარული ვარ, იმიტომ რომ მე მახსოვს იყო რაღაცა ვარიანტები, რომ ევროპისკენაც იყო სურვილი, მაგრამ იქ ამას ფიზიკურად ვერ ნახავდი, რაც ახლა ჩვენ გვინდა და მოკლედ სამზარეულოს კუთხით ხმამაღლა ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი რაღაცეები იქნება წლის ბოლომდე. კიდე ერთი ბრენდი, ნუ ალაგ-ალაგი და ერთი ბრენდის შემთხვევით მასათების გვიჭირს მიხეილ, ცალეს სისტემებით, ცალეს ქვების გვიჭირს და ეგრე ყველაფერი გვექნება. კი, გვექნება, როგორც ხვდები, ახლა ჯერ არ დამყარებია კონტაქტი, კატალოგები გამოვართ, რაღაცები გამოვართ და ჩვეულებრივ ალმასის ქარხანა არის და ეგ ცალეს იმის ქარხანა. მასათები რაც ვნახე, ამერიკულ ბრენდებსაც ეგენი უკეთებენ, მაგრამ მასათებს ჯერ არ ვიტყვი ახლა და მაღაზიაში ვქონდა ეგ მასათები და იქ ვიცანით, უბრალოდ დაბრენდილი არისო. აქვე მეგობრებო, კიდე ერთხელ ვთხოვთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და კომენტარებში აქტიურეთ და ამ ვიდეოში და ზოგადად რა ვიცი, წინა ვიდეოებზეც თქვენს კომენტარების მიხედვით მომდევნო ვიდეოში პასუხებს დაგცემთ. შესაბამისად, კითხვები დასვით, რაც გაინტერესებთ და შემდეგი ვიდეო მიეძღვნება თქვენს დასმულ კითხვებზე პასუხს. არის. მადლობა მოკლედ ყველაფრისთვის. გამოიწერეთ არხი და მომავალ ვიდეოებამდე. მადლობა ყურადღებისთვის. რა გინდა, თო.